მოგესალმებით, მე გიორგი ვარდათუკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Word-ის 2016 წლის ვიდეო გაკვეთილებს. ჩვენი ვიდეოს თემა არის როგორ შევინახოთ ფაილი სხვადასხვა ფორმატებში და არა მხოლოდ სტანდარტულ Microsoft Word-ის ფორმატში. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ File menu-ში, ავირჩიოთ შემდეგ ბრძანება Export-ი და გამოსულ ფანჯარაში მივცეთ პირველი ყველაზე პოპულარული შენახვის ფორმა, რომელიც გახლავთ Create PDF-ი. დავაწვევით Create PDF-ს და ნახავთ, რომ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ორი დაკლიკების შედეგად გამოვიდეს ფანჯარა, სადაც გვეკითხებიან ფაილის სათაურს და შენახვის ტიპს. ეს არის PDF ფორმატი, თუ გვინდა სტანდარტული ან მინიმალური ზომით, გააჩნია რა დანიშნულებით გვინდა. ამ შემთხვევაში ვაწვევით publish, OK და ველოდებით და ვხედავთ, რომ ეს ფაილი უკვე გამოგვივიდა PDF-ის ფორმატში. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია კიდევ File menu-ში შესვლა, ბრძანების მიცემა Save as-ი, მაგალითად Browse-ი და თქვენ როგორც ხედავთ, წინა ვიდეოს თუ უყურეთ სტანდარტული შენახვისას, რომელიც გავიარეთ, აქვე იყო კიდევ Save as type-ი, სადაც შეგიძლიათ ჩამოშალოთ და აირჩიოთ შემდეგი ფორმატები. ესენი არის მაგალითად Macros-იანი დოკუმენტი 2003-ის ვერსიისათვის, Word-ის template-ი, ასევე შეგიძლიათ შეინახოთ PDF-ი, როგორც ხედავთ აქვე და სხვადასხვა ფორმატები კიდევ. ჩვენ მაგალითად შევინახავთ ისევ დავუშვათ მოდით template-ის ფორმაში, დავარქვათ სათაური ამ ფაილს cloud desktop-ზე მაგალითად გიორგი, მივცეთ save-ი და ვნახავთ რას ნიშნავს template ფაილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას განსხვავებული აიქონი აქვს, ორჯერ ჩქარა ვაკლიკებთ, გამოდის შეგვყავს პაროლი რედაქტირებისთვისაც და როდესაც ჩვენ რაღაც ახალ ტექსტს დავამატებთ და save-ს დავაწვევით, არ save-დება პირდაპირ იმ ფაილში. ითხოვს ახალი სათაურით შენახვას ამ ფაილისას და კვლავ desktop-ზე უნდა მივუთითოთ, დავარქვათ მაგალითად ახალი. და ნახავთ, რომ ჩვეულებრივ ის ფაილი, რომელიც ახლა შევქმნით, შეიქმნა, მაგრამ template-ი კვლავ უცვლელად ისევ ისეთი, როგორიც იყო, ისევ ისეთი დარჩა. პაროლი შემეშალა ერთი წუთი თავიდან. აი ასე. უცვლელია და მას ბოლოში დამატებითი ხაზები არ აქვს. შემდეგი ვიდეო გაკვეთილი შეეხება სწრაფი გაშვების პანელს.